დღე მშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და დღეს ავარჩიეთ თემა და განვიხილავთ სეზონურ ხილს, რაც ჩვენ მაყურებელსაც დარწმუნებული ვარ, რომ აინტერესებს. გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში შევარჩიე ისეთი ხილი, რომელსაც ფაქტობრივად ყოველდღიურად შეიძლება მოვიხმარდეთ ამ პერიოდში. ეს არის საზამთრო, ნესვი და ატამი და ამ ხილის გემო დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის ზაფხულთან, ზიან დღეებთან და არდადეგებთანაც ასოცირდება დასვენებასთან ალბათ თქვენთვის სწორედ ამ პერიოდს ასახავს ხოლმე სწორედ საზამთრო ნესვი და ატამი და ასევე გეტყვით რომ ზოგიერთ ხილში შესაძლოა რომ შემავალი ელემენტები ჩვენს ორგანიზმზე არასასურველად მოქმედებდეს და როგორ უნდა ამოვიცნოთ სწორედ ამ ხილში არსებული სხვადასხვა დანამატები აი ამაზე გესაუბრებით დღეს. პირველი ტესტი მინდა რომ საზამთროთი დავიწყო ლაშა და თან მინდა რომ მოხვიდე და დამეხმარო. იმიტომ რომ ეს ორივე საზამთრო და ნესვი ჩემი შერჩეულია ფაქტობრივად პირველად შევიძინე ანუკა საინტერესოა შენ თუ შეგირჩევია იმიტომ რომ საკმაოდ მძიმეა ასაწევად ჩვენს ოჯახში მამაკაცების ეს არის პრეროგატივა და უფლება და არ ვერევი მართალი გითხრა ძალიან მაგარია ხოლმე საზამთროს ვარჩევ და ეს დედალია თუ მამალია თუ აი ეგრას ნიშნავს არ ვიცი ორი ფორმა აქვს ნამდვილად ამ საზამთროს ამას ამის ხმა ვნახოთ ეს უფრო თქმილი უნდა იყოს წესი და რიგი. კი, აბა რატომ ლაშა, იმიტომ რომ ერთ-ერთი შესამოწმებელი ვერსია სწორედ ხმით შემოწმება. ამას უფრო რაღაცნაირი ხმა და იმას უფრო ჟღერადი, ხო? ხო, და უფრო ისეთი, აი რაღაც სხვანაირი, მოკლედ ვერ ხსნი ახლა, მაგრამ ნახე. ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო თქმილი უნდა იყოს. მართალია არიან ადამიანები, რომლებიცაც, თქვა, 150 საზამთრო დაუდო, ყველაზე ტკბილს ამოვარჩევს, თუმცა არ ვიცი ამას როგორ და რანაირად ახერხებს. ნამდვილად, ერთ-ერთი შესარჩევი, ესე თქვა, კომპონენტი, რასაც უნდა მივაქციოთ საზამთროს ყიდვისას ყურადღება, არის ხმა. როდესაც ეს თქვა, ესე დავარტყავთ, ხელს უნდა ქონდეს უფრო ღრმა და ბოხი ხმა. ამ შემთხვევაში ხო რაღაცნაირად. კი ბატონო, შესაბამისად ეხა ავარჩიოთ, რომელი გავჭრათ, იმიტომ რომ ჩვენი ექსპერიმენტისთვის ამ შემთხვევაში ნესვიც გამოგვადგება და საზამთრო. მოდი გავჭრათ საზამთრო, უფრო გემრიელი, ხო? ნესაც იგივე წესია, იგივე წესია, კი, ნამდვილად. გაჭრათ კაია, გონია ვიცი როგორ უნდა გაჭრა? როგორ იჭრება? ეგ მოიცეთ. გაჭრას ორი წესი არის, მე როგორც ვიცი. აბა, ერთს ეს ეჭრიან თავს ხოლმე. ნახევარზე? არა, ესე აჭრია. თავს აჭრიან და მე ეჭრიან. მე ეჭრიან, კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ ანუ მასე შენ იცი საზამთრო. მე შუაზე ვჭრი ხოლმე, უფრო მარტივია ჩემთვის. აი, ასე. მოდი შესანახადაც ნახევარი შესანახადაც მაცივე უკეთესია. ესე იგი გადამწიფებულია და კარგია. და დაარსდება. ამასობაში ჩვენ მაყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენ საზამთროს, ზოგადად საზამთროს 87% არის წყალი, დანარჩენი არის შაქარი, ასევე სხვადასხვა ვიტამინები, მინერალები და საზამთროს ახში მიმაკ. მოგწას? ცოტა სქელი. მაგარი. კარგი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აი როგორი ფერია. აი, საოცარი ფერია. ყოჩაღ ნინოს ესე. კი, საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. თან ასევე გეტყვით, რომ როდესაც ესე ვთქვათ, საზამთროს მიირთმევთ, მნიშვნელოვანია, რომ 2 კილოზე მეტი დღეში არ მიიღოთ, იმიტომ რომ შაქარსაც შეიცავს. დადებით თვისებებთან ერთად მაყურებელს გავაფრთხილებთ, რომ თუ ეს ვთქვათ, დიაბეტი აქვთ ან რაიმე მსგავსი პრობლემა, ჯობს, რომ 2 კილოგრამზე მეტი არ მიირთვან, თუმცა თირკმელისთვის ძალიან კარგია საზამთრო და შეგვიძლია, რომ ამ პერიოდში მით უმეტეს როცა უკვე კარგად არის შემოსული, მივირთვათ ყოველდღიურად დაგვეხმარება ჩვენი აი გაგიმზადეთ ეს ბალანსი შევსებაში. ანუ შენ რა ვიცი. კი ბატონო, თან ექსპერიმენტის უნდა ჩავატარო. ფანტასტიკური საზამთრო შევარჩია, აი მეგონი გემოვნებაზე გადავედი. ეს ცივი იქნება წარმოუდგენლად გემრიელი. ნინა, შენც მიირთვი რა. აბა გამზანგემრია. ხო, ტკბილი. ყოჩაღ. ყოჩაღ ნინაო, მე ავარჩიე და ყოჩაღ ნინა როგორ? ბაზარში ვინ მოიტანე? ნუ კარგი, ყოჩაღ ნინა. ხო, მე შევიძინე ნამდვილად. ამისთვის დაგჭირდება იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ, რამდენად არის ნიტრატები ამ შემთხვევაში საზამთროში და ნესვის შემთხვევაშიც გამოგვადგება, იმიტომ რომ იმდენად მკვეთრი ფერი აქვს საზამთროს, თუ მასში არის რამე მინარევიც, შესაძლოა რომ მარტივად ასე ვთქვათ, გამოვლინდეს წყლის საშუალებით. ამ შემთხვევაში ლაშა პატარა რომ მომიტეხო და ჩავაგდოთ წყალში და დავაკვირდეთ. ასევე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დაკვირვება, კი, საკმარისია, ჩავაგდოთ და ცოტა ხანი დავავალოთ. სანამ ამას ველოდებით.
ფერი უნდა შეიცვალოს წყალმა, თუ ნიტრატებია. ბუნებრივია, რომ ცოტა ბლანტი გახდება, იმიტომ რომ საზამთროს ნაწილაკები წყალში დაიწყებენ მიმოცვლას, თუმცა ფერი არ უნდა შეიცვალოს. მოდი, ჩვენ ცოტა კიდე უფრო დავეჩქაროთ პროცესი და მოვურიოთ, იმიტომ რომ ეს სახლში ვცადე და ფაქტობრივად არ შეიცვალა. მსგავსი ამბავი დაემართა, ამ შემთხვევაში თეი მხოლოდ ნაწილაკები გაიხსნა წყალში. ფერი არ შეეცვალა, ანუ კარგი საზამთრო გვაქვს. კი, ნამდვილად კარგი საზამთროა და გემოზეც ეთყობა, რომ ძალიან გემრიელია. ანუ ფერმა, ხო, ამ შემთხვევაში ფერმა შეცდომაში არ შეგვიყვანა, იმიტომ რომ ანუ შენ ამბობ, რომ შეიძლება გქონდეს ესეთი ფერი, ოღონდ იყოს ნიტრატებით მიღებული ეს კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაშა ჩვენ უკვე გავსინჯეთ ეს ჩვენი საზამთრო და გეტყვით, რომ ქიმიურად დამწიფებულ ნესვს და საზამთროს არ აქვს გემრიელი გემო, არ არის ტკბილი, არ არის არომატული. ამ შემთხვევაში როგორც კი გავჭერით, ესე ვთქვათ, სურნელი ამოვიდა და საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. და ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, დეტალი, რასაც ნესვის დროს როცა ვყიდულობთ, არის სურნელი. ამ შემთხვევაშიც ნახე როგორი კარგი სურნელი აქვს ამით ავარჩიე. ხო, გავაგრძელოთ საზამთროზე საუბარი, გეტყვით რომ ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ ასევე კურკებს. აუცილებელია რომ იყოს უმეტესად შავი და ყავისფერი, ეხლა ჩვენ მაყურებელს ვაჩვენებ რომ რამდენიმე არის თეთრი, თუმცა მნიშვნელოვანია რომ უმეტესი ნაწილი იყოს შავი ან ყავისფერი. ეს მიგვანიშნებს ნიტრატების არსებობაზე თუ არ არის ბევრი შავი კურკა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გქონდეს. ეხლა ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ჭარბობს ნამდვილად, ხო? იქნება უბრალოდ დამწიფებელი. ამ შემთხვევაში სხვა რაღაცებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება დამწიფებასთან დაკავშირებით, სწორად იკითხე ანუკა, ამ შემთხვევაში ეს ავიღოთ, რომ ის უკვე გაჭრილია და მივაქციოთ ლაქას. ყურადღება, ამაზე თუ გიფიქრია, შენ შეგირჩევია. არა, ამით არ ყვევენ დედალი მამალიო, არ ვიცი, ესე ამბობენ და. ლაკით არ არკვევენ, ლაკით არკვევენ, ეს ნაწილია, რომელთაც სწორედ მიწაზე იყო დაკრული ჩვენი საზამთრო. ეს შესამჩნევია. ეს არის ცოტათი უფრო ღია ფერის ლაქა. როცა ღია ფერის ლაქა ამ შემთხვევაში არ არის დამწიფებული კარგად საზამთრო და ეს საზამთრო ხმითაც მივხვდით რომ არ იყო ისეთი ჟღერადი და ამ შემთხვევაშიც არ არის კარგად დამწიფებული ჩვენი საზამთრო. ასევე მნიშვნელოვანი დეტალია ყუნწი. აბა დააკვირდით როგორი ყუნწი აქვს. თუ გიფიქრია რომ ამაზე უნდა არა, არ მიფიქრია. დაუკვირდე ხოლმე აბა. მიმხმარე უფრო. კი ბატონო, ნამდვილად. ანუ მიმხმარი თუ არის კარგია? ნუ დამწიფებული უკვე და მზად არის მოსაწყეთაც. ანუ მე მგონი. კი, ნამდვილად, როდესაც ყუნწი არის მწვანე, ამ შემთხვევაში არ არის დამწიფებული, თუმცა როცა უკვე კარგად მომხმარე, მაგრამ აიქეთკენ უფრო მწვანეა, ამიტომ ამას უნდა დააკვირდა. ხო, ნამდვილად. ხო, შენ სამწნევ ხო, მაგ აქვს მწვანე, ანუ არ არის კარგად გამხმარი. ამ შემთხვევაში ეს საზამთრო არ იქნება ისეთი ტკბილი, არ იქნება ისეთი გემრიელი, როგორც ეცეც ხო არ გავჭრათ ლაშა, იმიტომ რომ გადასულობა გადავდეთ, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში იმ მიმდინარეობით, რა მიმდინარეობაც ქონდა, ანუ გულისხმობ, ხო, არჩევის პროცესს, ამას ყუნწი საერთოდ არ აქვს, მე მგონი, ხო, ამ საზამთროს. ამას გონი ხომ მოწყვეტილი აქვს, ნამდვილად, მაგრამ ამას უფრო ყვითელი ლაქა აქვს, ეხა გაჭრილზე არ ვიცი მაყურებელი აღიქვამს თუ არა, მაგრამ უფრო დიდი და ყვითელი ლაქა აქვს. ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება ზოლებს. ამაზე თუ დაფიქრებულ ხარ, ზოლებს თუ არჩევდით? აი, ეხა ვარ მაგარი დილემის წინაშე, იმიტომ რომ იმას კარგი ფორმა ქონდა შუაზე გასაჭრელად და ეხა რას მიხჩევ? როგორ გავაკეთებ, ესე გავჭრათ? ეს არ დამიჭრია საზამთრო. ესე გავჭრათ? ხო, ესე მგონი უფრო კომფორტული იქნება. რა მნიშვნელობა აქვს საიდან დავიწყე? შენ როგორც კიდე. კი ბატონო, რაც უფრო კონტრასტული ზოლები აქვს ჩვენ საზამთროს, მუქი და ღია მწვანე ხაზები, ცხადად ჩანს ეს კარგი სიმწიფის ნიშანია, ამას უნდა დავაკვირდეთ, როცა ძალიან ფერფლთარი ან ერთფეროვანი კანი აქვს, ჯერ კიდევ დაუმწიფებელია და ამ შემთხვევაში ზოლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კუძე უკვე გითხარით, რომ აუცილებელია რომ დავაკვირდეთ, აი მაყურებელი ხედავს როგორი დიდი კანი აქვს ამ საზამთროს და საკმაოდ გაჭრითაც ის უფრო მარტივად გაიჭრა, იმიტომ რომ ხო. აი ნახეთ, ეხა ახალ მიგნებას ეს ვთქვათ გავაცნობ ჩვენ მაყურებელს, როგორ უნდა ამოიცნოთ ნიტრატები. კონკრეტულად ეს საზამთრო არის დამწიფებელი, ხმაზეც ვცნობდით, ასევე ყუნწზეც ვიკარნახა, ასევე ლაქამაც და ასევე, როდესაც ბევრი თეთრი ხაზი აქვს საზამთროს და აი ამ შემთხვევაში ამ ნაწილში ვხედავთ რომ არის თეთრი,
აი კარგად ჩანს. ეს მიგვითითებს, რომ ბევრი ნიტრატია კონკრეტულად ამ საზამთროში. თეთრი ხაზები, ერთგვარი ძარღვებივით არ უნდა გქონდეს ბევრი საზამთროს, იმიტომ რომ ეს მიანიჩნებს ბევრ ნიტრატებზე და აბა გემოთი როგორია? ტკბილია, თუმცა ის ჯობია, რა თქმა უნდა, ეს პირველი საზამთრო და შენი ნებართვის გარეშე ეხა პატარა მოუჭერი და ჩავაგდე. რა დავაკვირდეთ ხა? ნახოთ რა ეს შეიცავს თუ არა, რა ვიცი, ნიტრატებს ჯერჯერობით იცევისია. ჩვეულებრივად არის, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იმახსოვრე რომელი. ეს არის ეს მე მიმაქვს ახში. ეს არ ვიცი. კი, ნამდვილად. მგონი ამოვწურე არა საზამთრო, ერთი კითხვა მაქვს შენთან ესეთი, იმიტომ რომ შენ შეიმჩნიე სქელი კანის არსებობა და ეს მაინტერესებს. რატო მოგხვდა თვალში, ანუ სქელი კანი რა სქელი კანი არ არის უფრო გემრიელი, ბუნებრივია, როცა წონით ყიდულობთ რაიმე პროდუქტს, დასურველია რომ ამ შემთხვევაში აი ეს კონკრეტული საზამთრო გამოგვადგებოდა მაგალითად საზამთროს მურაბის დასამზადებლად და არა საკვებად, რადგან უწუწუნებენ ამ ბოლო დროს, რომ აღარ იშოვება სქელ კანიანი საზამთრო. კი, ნამდვილად, ბუნებრივია ამას ჩვეულებრივად მივირთმევთ, თუმცა უფრო სამურაბე საზამთროა ეს კონკრეტული საზამთროს მურაბა. კი, ნამდვილად. ეს გადავდო ხა, ხო? ეს გადავდოთ, ხა გადავიდეთ ნესზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი გემრიელი ხილია ყოველ სეზონზე გამორჩეული, განსაკუთრებით ამ პერიოდში სურნელიც აქვს ძალიან კარგი, ანუკა მინდა რომ შენს შეიგრძნო ეს სურნელი, სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. არ გიყვარს? ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია ნესთან მიმართებით. ანუკა ძალიან ცუდია რომ არ გიყვარს, რადგან ნესი შეიცავს თურმე სეროტონინს, რომელიც ადამიანს ბუნებაგანწყობილებაში ეხმარება და აუცილებელია რომ მიიღო. ბუნებაგანწყობას არ უჩივი ხოლმე მე. ანუკა იგუნა მეთქვა ეხა, ანუკა ის ადამიანია, რომელიც მეც 400-ზე არ მინახავს და არასოდეს არ ვნახავ. განწყობის დაქვეითება მივეზარები ეს კი ბატონო, ცოტა. ესეც ინფორმატით იჭრება როგორც შესაძლებელია, თუმცა მანამდე მინდა რომ რამდენიმე ესე ვთქვათ ნიშანთვისებით ამოვიცნოთ ჩვენი ნებსი რომელი არის უფრო გემრიელი კონკრეტულად ამ შემთხვევაში სურნელი ქონდა კარგი, თუმცა ხელითაც უნდა გავსინჯოთ. აბა ანუკა, შენი აზრით როგორ იქცევა ჩვენი ნესვი? მე მგონი კარგია რა. არა, პირიქით, რბილი არ უნდა იყოს, წესიდარი. ოდნავ უნდა ჩავიტეს ამ. ხო, აი ჩადის მე რა. ოდნავ ძალიან, არ უნდა ჩაიჭყლიტოს. ეს უკვე სიმწიფის ნიშანია, თუმცა ოდნავ კიდევ უფრო რო ჩადიოდეს, უფრო ტკბილი იქნებოდა, მაგრამ სურნელი ისეთი ქონდა, რომ მგონია, რომ გემრიელი იქნება. აბა თან გავჭრათ და მაყურებელს ვეტყვი, რომ მოდი ამას ესე სტილო სიგრძეზე გავჭრა, მაშინ ესე შუაზე კი აღარ გავჭრე, ესე რომ კურკებიც მე ის შიგთავსი რაც არ ჭირდება ნესს, ის ამოვი გადასარევად იჭრება. აბა სურნელს დავაკვირდეთ. ასეთია ყოველ შემთხვევაში. ასე მაყურებელს ვეტყვი, რომ ნესვის შემთხვევაში ასევე უნდა დავუკვირდეთ ზედაპირს, თუ როგორი ზედაპირი აქვს კანი ჩვენს ნესს, თუ კარგად ჩანს გამოკვეთილი ბადესავით მოყვანილი ხაზები, მწიფე და ტკბილია და ამ შემთხვევაში ჩვენს ნესაც აქვს გამოკვეთილი ბადესავით ხაზები, აი შეგიძლიათ ნახოთ. ამ შემთხვევაში ჩვენი ნესვი აუცილებლად იქნება გემრიელი, თან პირველი შეხედვითაც სურნელი შეგვიძლია შევიგრძნოთ ხოლმე და სწორედ ასე შევიძინოთ, შემდეგ დავუკვირდეთ ამ ხაზებს, თუ აქვს გამოკვეთილი ბადესავით ხაზები, ლაშე შენც ამჩნევ რომ კარგად ეტყობა ხო ეს ბადესავით ხაზები. ეს მიგვანიშნებს რომ კონკრეტულად ეს ნესვი არის ტკბილი და გემრიელი. ასევე ეს თქვა შიდა ნაწილსაც უნდა დავუკვირდეთ, ბუნებრივია, როცა უკვე ამ ორ კომპონენტს მოვილებთ და კარგად ნახავთ, რომ აქვს კარგი სურნელი და აქვს გამოკვეთილი ხაზები, უნდა დავუკვირდეთ ფერს. როგორ ფერს ხედავთ? ჩავიცი, ალბათ ნესვისთვის დამახასიათებელს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, ნამდვილად სწორედ აი ასეთი ცოტა მორანჯის უფრო უნდა იყოს და არა, ესე ვთქვათ, ღია ყვითელი, რადგან სწორედ მსგავსი ტიპის ნესვი არის ჯანსაღი და სჯობს რომ მსგავსი ტიპის ფერის ნესვი შევიძინოთ. კი ბატონო. ასევე ხომ არა ჩვენ არ ვიცით როდესაც შეძენას ვაპირებთ შიგნით რა ფერია ნესვი ეს რა ნამდვილად არ ვიცით თუმცა შეგვიძლია რომ სურნელი შევიგრძნოთ დავუკვირდეთ ზედაპირს როგორი აქვს ამ შემთხვევაში და შემდეგ უნდა გაგვიმართლოს ანუკა გამართლებაზეა ნესვი თუ როგორი შეგვიძლია ეს ნახევარი გავამზადე მოკლედ მაგრამ ჩემ შემთხვევაში სურნელი ყოველთვის ამართლებს ხოლმე როდესაც სურნელი მაგარი აქვს კი ნამდვილად ასევე ნესვზე უნდა გითხრა
და მაყურებელსაც ვეტყვი თუ რა დადებით თვისებები აქვს ნერვს, შეიცავს ძალიან ბევრ მიკროელემენტს, ასევე შეიცავს თუთიას, ასევე კალციუმს, დიდი რაოდენობით გლუკოზას და ასევე სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებს, ნერვში დიდი რაოდენობით არის ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს სეროტონინს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და როდესაც ცუდგუნება განწყობაზე ვართ, გამოვიღოთ ნესვი, მივირთვათ ასევე ეს ნაყოფი განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც აწუხებს დეპრესია, სტრესი და უხასიათობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიეძალეთ დეპრესიის დროს. ისე დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, როგორც საზამთრო, ფაქტობრივად უფრო ჯანსაღად შეიძლება მიიჩნიოთ, თუმცა საზამთროში ძალიან ბევრი წყალია და ამ პერიოდში, როცა არის სიცხეები, დასურველია, რომ ჩვენ ორგანიზმში ბევრი სითხე მივიღოთ. უკვე გადავიდეთ ატამზე. ატამი როგორ გიყვართ, აბა? ის როგორ? ძალიან კარგია ცივატავს. სურნელი მოდის არაჩვეულებრივ. მოგეთ საზაფხულო ხილი რაც არის ცივი. თავარი პულიზატორი ჩერებული არ იყოს. ხო, თავარი ეგ არის. კი, ნამდვილად ესეთი ქართული ატამი მოგიტანეთ, გეტყვით რომ ატამი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მოტკბო ხილია, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ანუკა შენ უკვე ახსენე რომ ქიმიკატებით, ესე ვთქვათ, დამწიფებულს ან ნიტრატებით გაჯერებულს ხვდებით ხოლმე, ზოგჯერ ესე ვთქვათ, საღებავსაც კი ასხამენ, თუმცა ჩვენ ატამს ეტყობა როგორი ბუნებრივი, ესე ვთქვათ, შეფერილობა, ფორმა აქვს და სწორედ ასეთი მოვიტანე რომ მოგეწონა? ხო, ვიზუალურადაც მე მგონია რომ კარგად დამწიფებულია და კარგად გამოიყურება. კი ბატონო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ არაბუნებრივად დიდი ზომის არ უნდა იყოს. ასევე ძალიან ხშირად ლამაზ ატამს თუ ეძებთ, ეს არასწორი მიგნება, რადგან ამ შემთხვევაში არის არაბუნებრივად მოყვანილი. უნდა იყოს არაერთფეროვანი, არაერთგვარი ფორმის, არ უნდა იყოს იდეალურად მრგვალი. ამ შემთხვევაში ჩვენი ატამი აი ზოგგან უფრო გამოწეულია, ზოგგან უფრო, ანუ სხვადასხვანაირია, ნახე. და რა იდეალურად მრგვალი და ყველა ერთნაირი რაზე მეტყველებს? ეს მიგვითითებს, რომ ხელოვნური ჩარევა მოხდა სწორედ ამ ატმის მოყვანაში და არის კი ბატონო ნიტრატებით გაჯერებული და არ არის ბუნებრივი და როგორც საზამთროს და ნესვის შემთხვევაში, ატმის შემთხვევაშიც გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის ხილი არ იქნება ისეთი გემრიელი, როგორცაც ველოდებით, არ იქნება ტკბილი, არომატული, რასაც ასე ბევრად შეიცავს, ასე ვთქვათ, ატამი არომატს. იანიც თუ იქნა, ალბათ კიდე იმის მანიშნებელი იქნება, რომ ბუნებრივი და ჯანსაღი არ არის, ნამდვილად, ანუკა. ასევე გადავიდეთ ახლა უკვე გავჭრათ, ლაშა, შენ რომელიც შეარჩია ის გავჭრათ? ხო, მოდი გავჭრათ. აბა გავჭრათ და უნდა დავაკვირდეთ ფერს ამ შემთხვევაშიც, როგორც ნესვის შემთხვევაში. ჩვეულებრივად ჩავჭრა ალბათ, ხო? კი ბატონო, გავჭრათ და დავაკვირდეთ ფერს. ამას აქეთ გადმოვდებ, გაგულამაზოს ჩვენი სტუდია ნესმა. გეტყვით რომ თუ გაჭრისას ატამი ძალიან მკვეთრი ყვითელია, ეს ხელოვნურ დამწიფებაზე მიგვითითებს, თუ აი ასეთი, ნახეთ, როგორი არაერთგვაროვანი და საოცარი სურნელია. კი, გინდება რომ ჩაკპაჩო. ნამდვილად ისეთ გამოიყურება. აი ასეთი ტიპის ატამი არის ბუნებრივად მოყვანილი და სწორედ ამ ნიშნით შევარჩიე ეს ატამიც, როცა ვყიდულობდი გუშინ, ეს არის ქართული ატამი. და ძალიან ლამაზად არასასიამოვნო ატამს რა აქვს იცი ალბათ. აბა, კურკარო არის გახსნილი ხოლმე და დაჭრის უკვე დროს კარგად დამწიფებულია. ეგ მაგას ნიშნავს, კი, ნამდვილად, როცა უკვე კურკა იხსნება, ეს ნიშნავს, რომ ატამი არის კარგად დამწიფებული. კი, მაშინ დავიტანოთ ჯობია. ამ შემთხვევაში უნდა იყოს ბუნებრივად მოყვითალოვან, ნარინჯისფერი რბილობი და ეს მიგვითითებს, რომ ჩვენი ატამი არის ჯანსაღი, არ არის მასში ნიტრატები და არ არის ხელოვნურად, ესე ვთქვათ, დამწიფებული. ახლა უკვე გადავიდეთ, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ არასაკვების აღებავი ხილზე და შეგვიძლია რომ აი კონკრეტულად ეს ატამი ავიღოთ, იმიტომ რომ აი რაღაც ნაწილში აქვს ხო წითელი. არ გავჭრათ, ზედა ნაწილზე მინდა რომ დამეხმარო, ლაშა. სტუდიაში წარმოდგენილია ეთილის სპირტი, იმიტომ რომ საღებავს მხოლოდ და მხოლოდ სპირტი ან სპირტიანი ალკოჰოლური სასმელი შლის. ამ შემთხვევაში დაგჭირდება ასევე ბამბის დისკი. ანუკა, შენ შეგიძლია რომ სხვა ატამზე სადო დაგეხმარებით. ანუ ეხლა რას ვიკვლევთ ჩვენ? რას ვაკეთებთ? არის თუ არა ხელოვნურად შეღებილი ჩვენი ატამი. შეგვიძლია რომ ამას შენს აი, ანუკა, შენ ამ ატამზე ცადე, დავასველოთ ბამბის დისკი, ეთილის სპირტით და გავსინჯეთ როგორ ფერს მიიღებს ჩვენი ბამბის დისკი. ამცე? ყავს. აბა. ნახოთ. უფრო წითელ ნაწილზე, იმიტომ რომ რაღაცა გამოკვეთილად ერთ წერტილში აქვს
წითელი ნაწილი. ჩემი ატამი კარგია. არ გადავიდა ხო? ჩვენც მე მგონი ხო? ოდნავ გაწმინდა უბრალოდ. ხო, ეს გაწმენდის ამბავია და არა საღებავით. დეზინფექცია ჩატარებულია ატამს გარეთ. პატიოსან ადამიანთან გიყიდია. კი, ნამდვილად ესე ვარჩევდი. თან ისეთი ბუნებრივი ფორმა აქვს ახლა აი ამ კონკრეტულ ამ ატამს, რომ ვერ ვფიქრებ, რომ ხელოვნურადაა მოყვანილი. თან არ იყო ძალიან წითელი, ახლა მაგალითად ეს გუში შევიძინე და ოდნავ უფრო შეწითლდა, ბუნებრივია რაც უფრო მწიფდება ატამი, უფრო მეტად წითლდება. თუმცა გემოზე ზოგჯერ ოდნავ უფრო ნაკლები შაქრიანი ატამიც გემრიელია ხოლმე. ასევე უნდა დავაკვირდეთ ზედაპირს თუ როგორი აქვს სურნელს. წებოვანი ზედაპირი არ ვიცი შეგიმჩნევია თუ არა ხანდახან არის ხოლმე და ეს არის ბუნებრივია არასასურველი დანამატებით მოყვანილი ატამი და მნიშვნელოვანი რომ ამასაც დავაკვირდეთ. ასევე არასაკვები საღებავები ხშირად ტოვებენ ქიმიური სუნის მსგავს მკვეთრ სურნელს და ამასაც აუცილებელია რომ მივაქციოთ ყურადღება. ასევე შეგვიძლია იგრძნოთ მსუბუქი წებოვნება, რაც საფრთხეებს ესე ვთქვათ მიგვანიშნებს ამ კონკრეტულ ხილზე და შეიძლება შეიცავდეს ამ შემთხვევაში ტყვიას, როდესაც ესე ვთქვათ საღებავით არის შეფერილი ჩვენი ატამი, ქრომს ან სხვა მძიმე მეტალებს, რომლებიც მაშინვე არ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, როგორც ვიცით, გარკვეულწილად კონკრეტული ასე ვთქვათ დანამატები იმ წამსვე არ მოქმედებს ჩვენ ორგანიზმზე და ვერ ვხედავთ შედეგებს, თუმცა ეტაპობრივად როცა გადის დრო, შემდეგ უფრო მეტად აისახება ჩვენს ორგანიზმზე და ამიტომ მნიშვნელოვანია ნამდვილად განსაკუთრებით აი ღვიძლზე და თირკმელზე პირდაპირ კავშირშია, სწორედ ეს მძიმე მეტალები, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ ხილს მივირთმევთ და დავაკვირდეთ იმ მარტივ, ესე ვთქვათ, მინიშნებებს, რასაც სწორედ ამ ხილის ვიზუალი და სურნელი გვაძლევს ამ შემთხვევაში. დაგეხმარებათ ჩემი რჩევები, გამოგადგებათ, მით უმეტეს რჩევების გამოგადგება და ხილის დაგვრჩა. კი, ნამდვილად, ბევრი ადამიანი ელოდება. აი ამ საზამთროს ხო, ლაშა? თუმცა ეს გემრიელი იყო, ხო? კი, გემო კარგი იყო, თუმცა ეს ჯობია და მწიფეც გაცილებით უფრო მწიფეა, გაცილებით უფრო კარგია, გემრიელია და ნესვი არ გაგვისინჯავს, მაგრამ გავსინჯავთ. ეთერის მერე გავსინჯავთ მაგას. კი ბატონო.